ბრიტანეთს 10 წელიწადში მე-7 პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ეხლა კი Keir Starmer ოფიციალურად ტოვებს თანამდებობას 2 წლის შემდეგ, რაც გზას უხსნის ლეიბორისტების ახალ ლიდერს Andy Burnham-ს, რომ დაიკავოს ადგილი Downing Street-ზე. მაგრამ აი რას ამბობს Starmer თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში? ჩემი საქმე დასრულებულია. ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი, რომ თქვენ და ამ დიდ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში გემსახურებოდით. და დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთი ახლა უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე 2 წლის წინ იყო. ეხლა როცა ესტაფეტას Andy Burnham-ს გადავცემ, მას სრულ წარმატებას ვუსურვებ. მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. Burnham-ი, დიდი მანჩესტერის ყოფილი მერი, რომელიც ახლახან დანიშნა მეფე ჩარლზმა, მას შემდეგ რაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერობა უკონკურენტოდ მოიპოვა, მაგრამ ის მთავარი პოსტისთვის კონკურენტია. ეს უკვე აჩენს შეშფოთებას ბრიტანეთის ებრაული საზოგადოების, ებრაელთა დეპუტატთა საბჭოსა და ებრაული ლიდერობის საბჭოს შორის. მათ ყველამ გააფრთხილა, რომ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ისრაელსა და ღაზაზე საუბრისას. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რასაც მან ლეიბორისტების წინა რბილ პოზიციად დაახასიათა ომთან დაკავშირებით და დაჰპირდა, რომ გაზრდიდა ზეწოლას ისრაელის მთავრობაზე. აქ ერთგვარ პოზიციას იკავებს. მის კომენტარებში ჯერჯერობით პალესტინურ მხარეს არანაირი პასუხისგებლობა არ ენიჭება. ჩვენთან ერთად არის ადამ შვარც, პოლიტიკური კომენტატორი, რომელიც ლონდონიდან გვიერთდება. მინდა ეს საკითხები თქვენთან ერთად განვიხილო. ვიცი, რომ ამ გარდამავალ პროცესზე აქ უკვე დეტალურად ვისაუბრეთ. ადამ, მაგრამ როგორ აღწერდი ამ დღეს? ეს ლონდონში ზეიმის დღეა, თუ უფრო ეროვნული გაურკვევლობის და უხერხულობის განცდაა ამ მომენტში? კი, ფიქრობ, როგორც ყოველთვის ბრიტანეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში არის გარკვეული დოზა პომპეზურობის, ცერემონიალის და პოლიტიკური თეატრის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიხილეთ Keir Starmer-ის დრამატული გამოსვლა Downing Street-იდან და შემდეგ სასახლეში Charles მეფესთან შეხვედრა, რასაც მალევე მოჰყვა Andy Burnham-ის Charles მეფესთან ვიზიტი. და სინამდვილეში ამ ქმედებით ეს წარმოადგენს ხელისუფლების კონსტიტუციურ გადაცემას. რაც იცით, ცოტა სულელურადაც კი ჩანს, შეიძლება ზედმეტად ცერემონიულადაც მოგვეჩვენოს. მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელმაც ისტორიულად გაერთიანებულ სამეფოში შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობა მოიტანა. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ კონტექსტი აქ საკმაოდ მნიშვნელოვანია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ჩვენი მე-7 პრემიერ-მინისტრია 10 წლეულის განმავლობაში. ასე რომ სწორედ ეს არის ამ მომენტის მთავარი საკითხი. და ვფიქრობ, რომ Andy Burnham-ისთვის მთავარი საკითხი იქნება შეეცადოს პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენა გაერთიანებულ სამეფოში. მან ახლახან თავის პირველ გამოსვლაში Downing Street-ზე აღნიშნა, რომ ეს არის მისი ნომერ პირველი პრიორიტეტი და ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება მის სხვა პრიორიტეტებს, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ფიქრობ, ერთადერთი საკითხი, რაზეც მას ნამდვილად გაუკეთებია მნიშვნელოვანი კომენტარი, არის ის, რაც ისრაელს და ღაზაში ომს ეხება. ეს ისრაელის საკითხია. რა თქმა უნდა, ეს თემა აშკარად უფრო და უფრო აქტუალური ხდება, როგორც ჩანს ადგილობრივ ლეიბორისტულ არჩევნებშიც კი. გაგვიწერე, სად ჯდება ეს საკითხი ახლა იმ პოლიტიკურ დისკუსიებში, რომლებიც ყველგან მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის დამთხვევა, რომ ეს ერთადერთი საკითხია, რომელსაც მან რეალურად მიმართა. და სინამდვილეში ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს ბევრ ლეიბორისტული პარტიის წევრისთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ ვფიქრობ, ის ცდილობდა ეპასუხა მათი ძირითადი შეშფოთებებისათვის, რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკას ისრაელის მიმართ, იარაღის ექსპორტს და ზოგადად უნდა დაეკავებინა თუ არა უფრო მკაცრი პოზიცია ისრაელის მიმართ ღაზას ომის დროს. მაგრამ ვიტყოდი, რომ თუ ისტორიულად შევხედავთ, Andy Burnham-ი სინამდვილეში საკმაოდ მხარდამჭერი იყო ისრაელის სახელმწიფოსი. იცით, ის იყო ლეიბორისტების ისრაელის მეგობართა ჯგუფის წევრი, როცა პარლამენტის წევრი იყო. როცა ის 2015 წელს ლიდერად იღრიდა კენჭს, მან მართლაც პირობა დადო, რომ ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ეწეოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ბევრ პოლიტიკოს სულ უფრო უჭირს ისრაელის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო. და მართლა მისთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაბალანსება. მაგრამ ვფიქრობ, თუ მის განცხადებას გადახედავთ, რომელიც მან გასულ კვირას გააკეთა ისრაელსა და ღაზაზე, ის მაინც გარკვეულწილად თავშეკავებული იყო. მან არ გამოიყენა სიტყვა გენოციდი ამის აღსაწერად. რაც ვფიქრობ, ბევრ ადამიანს სურდა რომ ეთქვა. მან მაინც დაგმო 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ ცდილობს ამ ყველაფერში გზა გაიკვლიოს. დიახ, ეჭვი არ არის. ვფიქრობ, ეს Burnham-ის კარგი და სამართლიანი შეფასებაა. ის ნამდვილად არ არის ანტაგონისტი, ისრაელის მტერი არანაირი თვალსაზრისით, როცა თანამდებობაზე მოდის. მაგრამ სადაც იცით, ვფიქრობ, ყველა ყურადღებით აკვირდება. გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ყველა ყურადღებით აკვირდება, როგორია საერთო განწყობა. თუ შეგიძლია დაახასიათო ებრაულ საზოგადოებაში. გულისხმობ ისრაელის მოძულეების, ირანის, მძინარე უჯრედების, ანტისემიტების მხრიდან მიზანში ამოღებულები არიან, ვინც იქ არიან, სხვაებიც.
შეიძლება თუ არა რეაქციის განზოგადება, თუ ისევ იცით უფრო ნიუანსურია. ვფიქრობ თქვენ უკვე აღწერთ ამას თქვენს წინა პასუხში. არა, ვფიქრობ აბსოლუტურად სწორია, რომ ეხლა ებრაული საზოგადოების განწყობებს ჩავწდეთ, რომლებიც სინამდვილეში იცით ძალიან ღრმა შფოთვასა და შეშფოთებაშია. და მართლა იცით თუ Keir Starmer-ს შეხედავთ, ის გახდა ერთგვარი მიუხედავად იმისა, რომ მან სინამდვილეში ბევრი რამ გააკეთა ებრაული საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ანტისემიტიზმის დასრულების კუთხით თავის ლეიბორისტულ პარტიაში. და ზოგადად ის საკმაოდ მხარდამჭერი იყო ისრაელის მიმართ, თუნდაც ღაზას ომის დროს, მაგრამ მაინც ის ებრაულ საზოგადოებაში საკმაოდ არაპოპულარული გახდა. და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ცვლილება ხელისუფლებაში ებრაული საზოგადოების მხრიდან ბუნებრივად აღიქმება გარკვეულ რისკად. და ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ Andy Barnham-მა ეს განცხადება გაავრცელა, ეს ნამდვილად უფრო დიდ შფოთვას იწვევს ებრაულ საზოგადოებაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ Keir Starmer-მა ნამდვილად სცადა ამის წინასწარ გათვალისწინება. იცით, მისი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ქმედება იყო 250 მილიონი ფუნტის გამოყოფის გამოცხადება ებრაული საზოგადოების უსაფრთხოების გასაძლიერებლად მთელ გაერთიანებულ სამეფოში. და ეს არის ის, რასაც Andy Barnham-ი რა თქმა უნდა არ შეცვლის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ებრაულ საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის შეეცდება გააგრძელოს და შეინარჩუნოს სტაბილურობა, როგორც Starmer-მა შექმნა. მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო დიდ ზეწოლას განიცდის, რადგან გონია, რომ ვიხილავთ ცვლილებას დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ისრაელის მიმართ. არ ვფიქრობ, რომ ეს მტრულ დამოკიდებულებად იქცევა, მაგრამ გონია, რომ ვიხილავთ უფრო მკაცრ სანქციებს დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით, ასევე უკიდურესად მემარჯვენე მინისტრების მიმართ სანქციების დაწესებას. და რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივად გამოიწვევს გარკვეულ დაძაბულობას ბრიტანეთის ებრაულ საზოგადოებასთან. თუ ის მართლაც აქ ჩამოვა, ვფიქრობ მას ღიად მიიღებენ. უნდა ვთქვა, რომ მას ისრაელში ხელგაშლილი შეხვდებია. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის აქ ჩამოსვლა ძალიან საინტერესო ამბავი იქნებოდა. ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენთან კვლავ დაუკავშირდებით. მადლობა ანალიზისთვის, ადამ, და მართლაც დაუვიწყარი დღისთვის დიდ ბრიტანეთში. ახალი პრემიერ-მინისტრი Andy Burnham. მადლობა.